თქვენ უსმენთ პოდკასტს რადიო მაესტროზე. საფრანგეთის რევოლუციის დროს ის სიკვდილით დასჯას გადაურჩა, თუმცა საშინელი პირობით. აიძულებდნენ გილიოტინაზე მოკვეთილი თავებისგან, მათ შორის მეფე ლუი მე-16-ისა და დედოფალ მარი ანტუანეტასაგან ცვილის ნიღბები დაემზადებინა. იყო წარმატებული ქალი მეწარმე. იმ ეპოქაში, როცა ქალებს ბიზნესში თითქმის არანაირი უფლება არ ჰქონდათ, მან საკუთარი სახელი გლობალურ ბრენდად აქცია. მიატოვა წარუმატებელი ქორწინება და საკუთარი კოლექციით დამოუკიდებლად დაიწყო მოგზაურობა. პირველმა გააცნობიერა, რომ ადამიანებს აინტერესებთ როგორც დიდება, ისე საშინელებები. შექმნა საშინელებათა ოთახი, სადაც დამნაშავეებისა და მკვლელების ფიგურები გამოფინა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი სენსაცია იყო. სანამ ფოტოგრაფია და ტელევიზია იარსებებდა, მისი მუზეუმი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვეულებრივ ხალხს შეეძლო ენახა, როგორ გამოიყურებოდნენ სინამდვილეში მსოფლიო ლიდერები თუ ცნობილი ბოროტმოქმედები. დღეს მოგიყვებით ანა მარია მარი გროშჰოლცზე, რომელიც მსოფლიომ ქმრის გვარით გაიცნო. მადამ ტიუსო, ქალი, რომელმაც საფრანგეთის რევოლუციის სისხლიანი წლები გადაიტანა და სიკვდილით დასჯილთა ნიღბები მსოფლიოს ყველაზე ცნობილ გასართობ იმპერიად აქცია. თუ მოგწონთ ასეთი ისტორიები, გამოიწერე რადიო მაესტროს YouTube არხი და ერთად გავაგრძელოთ მოგზაურობა წარსულში. 1789 წლის ზაფხულში, პარიზში დაძაბულობა იგრძნობოდა. საფრანგეთი ღრმა კრიზისში აღმოჩნდა. რევოლუციური განწყობებით შეპყრობილი ხალხი უფრო დიდ მონაწილეობას ითხოვდა ქვეყნის მართვაში. ივლისში უკმაყოფილება განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მეფე ლუი მე-16-მ რეფორმების მხარდამჭერი ფინანსთა მინისტრი ჟაკ ნეკერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი შავ დროშებს აფრიალებდნენ და სამგლოვიარო პროცესიის მსგავსად მიემართებოდნენ ქუჩებში. დემონსტრანტებს თან ჰქონდათ ნეკერისა და დემოკრატიის მომხრე ორლეანის ჰერცოგის ცვილის ფიგურები. ეს ნამუშევრები ერთ-ერთი ცნობილი ცვილის მოქანდაკის კოლექციიდან იყო აღებული და სავარაუდოდ მისი მოწაფის, მარი გროშჰოლცის შექმნილი გახდათ. ქალის, რომელიც მოგვიანებით მადამ ტიუსოს სახელით გახდა ცნობილი. წლების შემდეგ მარიმ თავად შექმნა ახალი ცვილის ფიგურების კოლექცია, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის საშინელებებით იყო შთაგონებული, იმ მოვლენებით, რომელთა მოწმე თავადაც იყო. ამ ფიგურებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და საფუძველი ჩაუყარა დიდ წარმატებას. ცნობილ ადამიანებსა და შემზარავ გამოსახულებებს შორის შერწყმით, დღეს მადამ ტიუსოს ცვილის მუზეუმები მსოფლიოს მრავალ ქალაქშია წარმოდგენილი და კვლავ იწვევს ისეთივე აღფრთოვანებას, როგორცაც მე-19 საუკუნის ინგლისში. მადამ ტიუსოს ცხოვრების ადრეული პერიოდის შესახებ ცნობილი ამბების დიდი ნაწილი მის მემუარებს ეფუძნება, რომლებიც მან 70 წლის ასაკში მეგობარს ფრანსის ერვეს უამბო. ეს ნაშრომი სავსეა მრავალფეროვანი დეტალებითა და ისტორიებით, თუმცა მათი ნაწილი არასოდეს გადამოწმებულა. თავად ტიუსო დიდ ყურადღებას უთმობდა საკუთარ იმიჯს, რომელსაც წლების განმავლობაში საგულდაგულოდ ქმნიდა. ამიტომ შესაძლებელია ზოგი ეპიზოდი გარკვეულწილად გაელამაზებინა. ერვე ამას მის ასაკს მიაწერდა და აღნიშნავდა, რომ მოგონებები ზოგჯერ ბუნდოვანი და არაზუსტი შეიძლებოდა ყოფილიყო. მადამ ტიუსო 1761 წელს აღმოსავლეთ საფრანგეთში, სტრასბურგში დაიბადა. მისი მამა კი რამდენიმე თვით ადრე 7 წლიანი ომის დროს დაიღუპა. ბავშვობის ადრეული წლები მან შვეიცარიის ქალაქ ბერნში გაატარა, სადაც მისი დედა ანატომსა და ცვილის მოდელების შემქმნელ დოქტორ ფილიპ კურტიუსთან მუშაობდა დიასახლისად. კურტიუსმა მედიცინა მიატოვა და მთლიანად ხელოვნებას მიუძღვნა თავი. 1765 წელს ის პარიზში გადავიდა, ხოლო 2 წლის შემდეგ მას მარი და მისი დედაც შეუერთდნენ. მამის არყოფნაში კურტიუსი გოგონას მეურვედ იქცა და მარი მას ბიძასავით აღიქვამდა. კურტიუსის ცვილის ნამუშევრებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო მისი პირველი გამოფენა, რომელიც 1770 წელს გაიმართა, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 1776 წელს სამეფო სასახლეში გადაიტანეს. მოგვიანებით კურტიუსმა მარის ცვილის ქანდაკებების შექმნა ასწავლა.
იგი დაახლოებით 15-16 წლის იყო, როცა თავისი პირველი ნამუშევარი, ფილოსოფოს ვოლტერის პორტრეტი შექმნა. ამის შემდეგ მან სხვა ცნობილი პირების ფიგურებიც დაამზადა. მათ შორის იყო რომანტიკოსი ფილოსოფოსი ჟან-ჟაკ რუსო, რომელმაც მოგვიანებით საფრანგეთის რევოლუციის ლიდერებზე დიდი გავლენა იქონია და ამერიკელი პატრიოტი ბენჯამინ ფრანკლინი. მარი თავის მემუარებში აღნიშნავდა, რომ ორივე მათგანი კურტიუსის პარიზულ სახლში ხშირი სტუმარი იყო. 1782 წელს კურტიუსმა ბულვარ დუ ტემპლზე ცნობილი ადამიანების ბიუსტების მეორე გამოფენა გახსნა. ექსპოზიციაში შედიოდა დიდი ქურდების მღვიმე, სადაც დამნაშავეების ცვილის ფიგურები იყო წარმოდგენილი. ზოგი მათგანის შემთხვევაში სიკვდილით დასჯის შემდეგ მათი გვამებიც კი მიჰქონდათ კურტიუსთან, რათა მას მათი ზუსტი სახე აღებეჭდა. დაკვირვებული მოსწავლე მარი ამ იდეას მოგვიანებით საკუთარ საშინელებათა ოთახში გამოიყენებს. მემუარებში მადამ ტიუსო იხსენებდა, რომ დაახლოებით 1780 წელს ვერსალის სასახლეში ხშირად იწვევდნენ და თავად მეფისდას, მადამ ელიზაბეტს მოდელირებასაც ასწავლიდა. თუმცა, როცა 1789 წელს რევოლუცია დაიწყო, მარი და მისი მენტორი მონარქიისადმი სიმპათიების გამო საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. კურტიუსმა, როგორც გამჭრიახმა მეწარმემ, სწრაფად გააცნობიერა, რომ გადარჩენის გზა დროის მოთხოვნებთან შეგუება იყო. შედეგად მის გალერეაში ახალი ვარსკვლავები, რევოლუციის ლიდერები და გილიოტინაზე გაგზავნილი ადამიანები გახდნენ. მარი იხსენებდა, რომ ტერორის მმართველობის პერიოდში 1793 წლის შემოდგომიდან 1794 წლის ზაფხულამდე ის დააპატიმრეს და ჟოზეფინ დე ბოჰარნესთან ერთად, რომელიც მოგვიანებით ნაპოლეონის მეუღლე გახდა, ის სიკვდილსაც ელოდა. დასჯისთვის მოსამზადებლად თავიც გადაპარსეს, თუმცა საბოლოოდ შეწყალების სანაცვლოდ მას და კურტიუსს საშინელი დავალება დააკისრეს. დაემზადებინათ სიკვდილის ნიღბები სიკვდილით დასჯილი ადამიანებისგან. მიუხედავად ამისა, ტუსოს მონათხრობის მიღმა მცირე მტკიცებულებაა იმისა, რომ მან პირადად შექმნა სიკვდილით დასჯილი მეფის ან მოკლული რევოლუციონერის, ჟან-პოლ მარატის ნიღბები, თუმცა მათი ფიგურები კურტიუსის კოლექციაში ნამდვილად აღმოჩნდა. გავრცელებული ცნობებით, როდესაც ცნობილი რევოლუციონერი ჟან-პოლ მარატი აბაზანაში მოკლეს, მარი შემთხვევის ადგილზე მკვლელობიდან რამდენიმე საათში მივიდა. მან არამხოლოდ მარატის სახის ნიღაბი აიღო, არამედ დაარწმუნა ხელისუფლება, რომ მკვლელობის იარაღი, დანა და ის აბაზანაც კი მიეყიდათ მისთვის. მან შექმნა პირველი კრიმინალური რეპორტაჟი ცვილში. მიუხედავად ამ გაურკვევლობისა, იდეა, რომ ტიუსო ასეთ მძიმე და შემზარავ საქმიანობაში იყო ჩართული, მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიად იქცა. ფილიპ კურტიუსი 1794 წლის სექტემბერში გარდაიცვალა და თავისი ცვილის მუზეუმები მარის დაუტოვა. ერთი წლის შემდეგ მარი ფრანსუა ტიუსოს, ინჟინერს გაჰყვა ცოლად და მოგვიანებით ორი ვაჟი შეეძინა, ჟოზეფი და ფრანსუა. თუმცა ურთიერთობები ქორწინებაში მალევე დაიძაბა, ხოლო რევოლუციის მძიმე შედეგებმა მისი ბიზნესი თითქმის გაანადგურა. მადამ ტიუსოს ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა გერმანელი ილუზიონისტი პოლ ფილიდორი. მისი წარმატების ისტორია შესაძლოა საერთოდ არ დაწყებულიყო რომ არა ფილიდორი. იგი ჯადოსნური ლამპარის გამოყენების პიონერი იყო. ეს მოწყობილობა ფერად სლაიდებზე გამოსახულ მოჩვენებებსა და საშინელ არსებებს პროეცირებდა. ფილიდორი ქმნიდა შთამბეჭდავ წარმოდგენებს, რომლებიც ფანტასმაგორიების სახელით იყო ცნობილი და საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევდა. მისი იდეით, ტიუსოს ცვილის ფიგურები და საკუთარი პროექციები ერთ შოუში უნდა გაერთიანებინათ ლონდონის ლიცეუმის თეატრში. მარი დათანხმდა და 1802 წელს ინგლისში გაემგზავრა იმ იმედით, რომ მშვიდ ქვეყანაში წარმატებას მიაღწევდა. თუმცა შოუ იმედგაცრუება აღმოჩნდა. მისი აზრით, ფილიდორი სათანადოდ არ წარმოაჩენდა მის რეალისტურ ნამუშევრებს. სირთულეებითა და რევოლუციური წლებიდან გამაგრებულმა მარიმ გადაწყვიტა დამოუკიდებლად ემოქმედა. უკვე 40 წლის ასაკში მან ახალი ცხოვრების დაწყება არჩია. საკუთარი ცვილის ფიგურები ეტლებში ჩატვირთა და ბრიტანეთის კუნძულებზე გამოფენების ტურნე დაიწყო, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა. ფილიდორისგან დამოუკიდებლად და საკუთარი ბიზნეს ინსტინქტების იმედად დარჩენილმა ტიუსომ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. საფრანგეთის რევოლუცია და ტერორის ეპოქა ბრიტანელებში ერთდროულად იწვევდა ინტერესს, ზიზღსა და თანაგრძნობას. ტიუსოს ნამუშევრებმა,
მათ შორის აბაზანაში მოკლული მარატის, სიკვდილმისჯილი მეფე ლუის და გილიოტინის მოდელმა მაყურებელი თითქოს იმდროინდელი ვირტუალური რეალობის წინაშე დააყენა. საშინელებათა ოთახში წარმოდგენილი გილიოტინა კი ნამდვილი იყო. ის, რომელზეც მისი მეგობრები და მფარველები დასაჯეს სიკვდილით. მან ეს იარაღი იყიდა როგორც ისტორიული არტეფაქტი. რაც შეეხება მისი გამოფენების სახელს, აღსანიშნავია, რომ იმ ეპოქაში დაქორწინებულ ქალს ავტომატურად მიმართავდნენ როგორც მადამს. თუმცა, საინტერესოა, რომ მან ეს სახელი ბრენდად აქცია მას შემდეგაც, რაც ქმარს დასცილდა და დამოუკიდებლად დაიწყო მოღვაწეობა. მე-19 საუკუნის ბრიტანეთში, სადაც მარიმ თავისი ბიზნესი აწყო, ფრანგული მიმართვა მადამ ხაზს უსვამდა მის პროფესიონალიზმს, ასაკს და გამოცდილებას. ეს მას ანიჭებდა სერიოზული ბიზნეს ლედის იმიჯს, რაც იმ დროს ქალისთვის ძალიან რთული მოსაპოვებელი იყო. გარდა ამისა, მარი მიხვდა, რომ სახელი მადამ ტიუსო უფრო იდუმალად და ეგზოტიკურად ჟღერდა ბრიტანელი პუბლიკისთვის, ვიდრე უბრალოდ მარი ტიუსო. ეს სახელი ასოცირდებოდა ფრანგულ დახვეწილობასთან და იმ სამეფო კართან, რომლის წევრიც ის ოდესღაც იყო. ვინაიდან მისი გამოფენის დიდი ნაწილი საფრანგეთის რევოლუციის მოვლენებს ეხებოდა, ტიტული მადამ აძლიერებდა მის, როგორც ამ მოვლენების თვითმხილველისა და ავთენტური წყაროს სტატუსს. ყოველ ქალაქში მადამ ტიუსო პოულობდა დიდებულ სალონებს, სადაც მისი ცვილის ფიგურები გამოიფინებოდა. იმ პერიოდში მსგავსი საჯარო გამოფენები ლონდონის ფარგლებს გარეთ იშვიათი იყო. ამიტომ ექსპოზიციები დიდ ინტერესს იწვევდა და საკმაოდ შემოსავლიანიც აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ტიუსო მეუღლესთან დაშორებული იყო, იგი მაინც აგზავნიდა ფულს მასთან და პარიზში დარჩენილ უმცროს ვაჟთან ფრანსუასთან. თუმცა მალევე გაირკვა, რომ მისი ქმარი ამ თანხას უაზროდ ხარჯავდა, რის გამოც ფრანსუა იძულებული გახდა პარიზში დარჩენილი ცვილის კოლექციის ნაწილი გაეყიდა. 1822 წელს ფრანსუა საბოლოოდ გადავიდა ლონდონში და დედასა და ძმას, ჟოზეფს შეუერთდა. იგი ხის დამუშავებაში იყო გაწვრთნილი და ოჯახურ საქმეში კარგად ჩაერთო. ამზადებდა ხის ხელებსა და ფეხებს დედის ცვილის ფიგურებისთვის. ამ დროიდან გამოფენას ახალი სახელიც დაერქვა და იგი მადამ ტიუსო და შვილებით გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ როდესაც მარი 1802 წელს ბრიტანეთში საგასტროლოდ ჩავიდა, მას პარიზში დაბრუნება ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა მოულოდნელად დაიწყო ნაპოლეონის ომები. საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ მარიმ სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლო. იგი ფაქტობრივად ბრიტანეთში გაიჭედა, რამაც აიძულა ბიზნესი იქ განევითარებინა. 33 წლიანი მოგზაურობის შემდეგ, 74 წლის ასაკში, მადამ ტიუსოს აღარ ჰქონდა ძალა ფურგონებით ევლო ქალაქიდან ქალაქში და 1835 წელს მან ლონდონში, ბეიკერ სტრიტზე იპოვა იდეალური ადგილი. ეს იყო ქალაქის ცენტრი, სადაც მაღალი საზოგადოება იკრიბებოდა, რაც მისი მუზეუმისთვის გარანტირებულ წარმატებას ნიშნავდა. ასე იქცა ლონდონი მადამ ტიუსოს იმპერიის დედაქალაქად, მიუხედავად იმისა, რომ მისი კოლექციის გული ფრანგული იყო. მუზეუმის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა 1837 წელს, როცა ახალგაზრდა დედოფალმა ვიქტორიამ საკუთარი ფიგურის შექმნის ნება დართო მოქანდაკეს. მისი ცვილის ქანდაკება, რომელიც კორონაციის სამოსის ზუსტ ასლში იყო გამოწყობილი, გამოფენის მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდა. მადამ ტიუსო 1850 წლის აპრილში, 88 წლის ასაკში ძილში გარდაიცვალა. სიკვდილამდე 8 წლით ადრე მან საკუთარი ცვილის ფიგურა შექმნა. ეს იყო მისი გზავნილი მომავლისთვის. სურდა, რომ ხალხს ის დაემახსოვრებინა არა როგორც ახალგაზრდა ლამაზმანი ვერსალიდან, არამედ როგორც მოხუცი, ბრძენი და გამოცდილი მადამ ტიუსო. მისი ფიგურა დღესაც მუზეუმის შესასვლელში დგას. პატარა, მკაცრი მოხუცი ქალი, რომელიც თავის იმპერიას დარაჯობს. ეს ერთადერთი ფიგურაა, რომელიც მადამ ტიუსოს ქსელის ყველა მუზეუმში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ლონდონიდან ტოკიომდე აუცილებლად უნდა იყოს. მისი საქმე შვილებმა და შვილიშვილებმა გააგრძელეს. 1884 წელს მისმა შვილიშვილმა ჟოზეფმა გამოფენა უფრო დიდ სივრცეში, მერი ლებონ როუდზე გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ 1925 წლის ხანძარმა და მეორე მსოფლიო ომის დროს საჰაერო დაბომბვებმა კოლექციას სერიოზული ზიანი მიაყენა, ზოგიერთი ორიგინალი ფიგურა მაინც გადარჩა. დღეს მადამ ტიუსოს მუზეუმი გლობალურ ბრენდად იქცა და ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. მას მსოფლიოში 20-ზე მეტი ფილიალი აქვს, მათ შორის 5-ზე მეტი ამერიკაში. 2016 წელს ვიზიტორების უკმაყოფილების შემდეგ ლონდონში საშინელებათა ოთახი დაიხურა.
მე-19 საუკუნეში დედოფალ ვიქტორიას ფიგურით გამოწვეული ინტერესის მსგავსად, მარიო ტუსოს მემკვიდრეები დღემდე აგრძელებენ ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურების შექმნას. მადამ ტუსოს ცვილის რეცეპტი კი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დაცული კომერციული საიდუმლოა. მუზეუმის არსებობის 250 წლის განმავლობაში მისი ძირითადი პრინციპი თითქმის არ შეცვლილა, რადგან მარიმ იპოვა ფორმულა, რომელიც ფიგურას ცოცხალის ეფექტს აძლევს. რეცეპტი მარიმ რევოლუციის დროს დახვეწა. მას სჭირდებოდა მასალა, რომელიც სწრაფად გაცივდებოდა, რადგან მოკვეთილი თავები მალე იცვლიდნენ ფორმას და ამავე დროს 10 წლეულებს გაუძლებდა. დღეს მუზეუმში არსებული ზოგიერთი ფიგურა 200 წელზე მეტისაა და ისევ იდეალურ მდგომარეობაშია. ფიგურები რეალურ ადამიანებზე 2%-ით დიდია, რადგან დროთა განმავლობაში ცვილი ოდნავ ჩდება და იკუმშება. დღესდღეობით ერთი ფიგურის დამზადება ნამდვილი ფუფუნებაა და ის უფრო მეტი ღირს, ვიდრე ბევრი თანამედროვე ავტომობილი. ერთი ცვილის ქანდაკების დამზადების ღირებულება საშუალოდ $200,000-დან $300,000-მდე მერყეობს. ეს თანხა მოიცავს არამხოლოდ მასალებს, არამედ მაღალკვალიფიციური მხატვრების, მოქანდაკეების, სტილისტებისა და დიზაინერების ასობით საათის შრომას. ერთი ფიგურის შექმნა საშუალოდ 4-დან 6 თვემდე სჭირდება. ცნობილია ისიც, რომ ყოველი დღის ბოლოს, სანამ მუზეუმი გაიხება, სპეციალური გუნდი ამოწმებს თითოეულ ფიგურას. მათ უსწორებენ თმას, უახლებენ მაკიაჟს და წმენდნენ მტვრისგან, რათა ვიზიტორების ფოტოებში ისინი იდეალურად გამოიყურებოდნენ. საინტერესო ფაქტი: თუ ფიგურა ძალიან პოპულარულია და ბევრი ადამიანი ეხება, კოცნის, მათ მაკიაჟის განახლება თითქმის ყოველკვირეულად სჭირდებათ. ყველაზე პოპულარული ფიგურები დროთა განმავლობაში იცვლება, თუმცა არსებობს რამდენიმე რეკორდსმენი, რომლებთანაც ფოტოს გადასაღებად რიგები არ წყდება. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, მარველის სუპერგმირები, მუსიკალური გმირები, ბიონსე და ტეილორ სვიფტი, ბოლივუდის ვარსკვლავი შაჰრუხ ხანი, ისტორიული ლიდერები ბარაკ ობამა. პოლიტიკოსებს შორის ბარაკ ობამას ფიგურა წლების განმავლობაში ლიდერობდა. ადამიანებს უყვართ თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დეკორაციაში მასთან ერთად სერიოზული სახით პოზირება. მიუხედავად იმისა, რომ მადამ ტიუსოს მუზეუმში მოხვედრა უდიდეს პატივად ითვლება, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ამაზე უარი თქვეს ან პროცესი შეაფერხეს. ყველაზე ცნობილი უარი დედა ტერეზას უკავშირდება. დედა ტერეზამ განაცხადა, რომ მისი პერსონა არ იყო მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი მხოლოდ მისი საქმე იყო. ლეგენდარულმა მუსიკოსმა დევიდ ბოუიმ რამდენჯერმე თქვა უარი ფიგურის შექმნაზე. მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა ამბობენ, რომ მას უბრალოდ არ სურდა საკუთარი თავის ასეთი ფორმით უკტავყოფა. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახთან შეთანხმებით მუზეუმმა მაინც შექმნა მისი რამდენიმე ფიგურა, რომლებიც მის სხვადასხვა ეპოქას ასახავს. საბოლოოდ, ფიგურების უმეტესობა არ ნადგურდება. მათ ლონდონის მახლობლად მდებარე უზარმაზარ საიდუმლო საწყობში აგზავნიან. იქ ათასობით ყოფილი ვარსკვლავი ინახება. როგორ ფიქრობთ, ვინ არის ის თანამედროვე ქართველი, ვინც იმსახურებს მადამ ტიუსოს მუზეუმში საკუთარი ფიგურის ქონას? თუ გსურთ, ჩვენთან ერთად აღმოაჩინოთ ისტორიული საიდუმლოებები, გამოიწერეთ რადიო მაესტრო YouTube-ზე. გახდით ჩვენი შემეცნებითი მოგზაურობის ნაწილი.